ოპა მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი სახელია გური, კაროჩე. ხო, ვინც არიცით რა და ეხლა რა ხდება? კაროჩე, ესეთი ვიდეო მინდა გადამიღო უბრალოდ რომ რატო ვიყავი დაკარგული, რას ვაკეთებდი ამ დროის განმავლობაში, იქნება ვანძრევდი თქვენ ხო არიცით? და კაროჩე, ყველაფერს ვიტყვი რომ ვინმე რამეს ის არ გქონდეთ რა, ანუ ეჭვის ქვეშ არ იყოთ რომ აი ყველანაირ კითხვაზე კაროჩე პასუხი უნდა გაგცეთ რა. თემები მაქვს აქ, რაზეც უნდა ვილაპარაკო და კაროჩე მაგარი ვიდეო გამო დავაიქეთ არხი გამოიწვია დავბრუნდეთ თესლად რა. პირველი რაც იყო, იმიტომ ვარდებდი ვიდეოებს რომ მუღამი მქონდა დაკარგული რა. ეხლა გეტყვით რატოც. ეს გექნებოდა ისეთი მომენტი რომ ხოაზე რაღაცის მუღამი მქონდეს ცხოვრებაში, რაღაცის არა და ეგრე ვიყავ ზუსტად. პირველ რიგში იმიტომ რომ ნახვები არ იყო, ხო ხდებით და ანუ სურვილიც არ ნახვები იყო, მაგრამ Minecraft-ი და ეგეთ რაღაცები ცოტა ხანია ვაფშე ყლეზე მყიდა. მაქსიმუმ ძალიან იშვიათად სტრიმებზე თუ გავაკეთო ხოლმე და ნუ ხო ხვდებით რა. ეგ იქნება კაროჩე რა. ძალიან მუღამი მქონდა და ვაფშე არაფრის მუღამი არ მქონდა. ერთი ვრეპავდი და მაგით მქონდა, რომ ცხოვრების მუღას მაგით ვიჭერდი რა. მაინც თამაშებს ცოტა ხანი აღარ გადავიღებ, სულ ესეთი ტესლი ვიდეოები იქნება რა. და კაროჩე ეგ იყო. მე ერთი პერიოდი ის იყო, რომ რეპზე გადავედით, ანუ ვაფშე YouTube-ზე არ ვიყავი, TikTok-ზე ვდებდი რეპებს, და ეგ რეპები ეხაც მინდევს, თუ გინდა ჩაგიდეთ ლინკს დავტოვებ და გადავიდეთ და ნახეთ. ვრეპავდით, კაროჩე, კეთილებს ვიტყნავდით მე ასე. ყველაზე ხარ საბოსტა ვიჩიტებით ხოლმე, სულ რაღაც კომენტებს ჩართავს ფიც რაღაცა, ვრეპავთ, კაროჩე, მაგარი მუღამი მქონდა მაგის. ეხლა ვფიქრობ, რომ ტრეკების დავდო, ოღონ ეხლა ვინც არიცით 5000 გამომწერზე, რომ მინდა რომ რამე მაგარი თესლი ტრეკი დავდო რა. ოღონ კლიპით და თემებით, აი 4000 ვფიქრობ, მაგრამ 4000 ძალიან ისეთი რიცხვია, დამრგვალებულს და ჯობია, კაროჩე რა. უბრალოდ TikTok-ზე რაღაცებს ჩემპონში შევუშვებ რა, მოყავდით პონჩი და თუ გაგისწორდებათ გადმოდით. მე ეხლა ჩემარხს რა მოვიდა. დედა მოედა. ეხლა რა მხრივ ვიძახი. ძალიან ბევრი ჩემ ძველი მაყურებელი ხართ, ყველა მიცით რომ რაღაცა გადავაწყე, გადმოვაწყე, პირში მივეცი, მოვეცი, კაროჩე, ძალიან ყლებები ვაკეთე ახსე. ეს ყველაფერი წავშალე პრივეიძ, არა, წაშლეთ არაფერს წავშლე. პრივეიძ დავაყენე ვაფშე ყველა ვიდეოები და არხ სახელი გადავარქი, ყველაფერი ლოგო შევუცვალე ვაფშე და გადმოვიდა იმაზე რა ქვია. რეპზე გადმოვიყვანე არხი რა, აი რატო გავაკეთე ეგ ბოზიშვილი იყო თუ ვიცოდი. მე ისე მოხდა რა ეს რეპების მეთქი ამდენი ხანი ვიწვალე YouTube-ზე და ეხა ესე გავლიო ყლესავით ხოლმე ხარ მეთქი წავშალი აგენ რა რეპები და ეხა ისე ამას ვიწყებდა. YouTube ჩემ YouTube ალგორითმს მაქვს გამზრდელი მოტი და რატო? ეხა რა ვიდეოსაც თქვენ უყურებთ და რა ვიდეოსაც ეხა მე ვიღებ, შეიძლება ვაფშე არ გავარდეს და ძალიან გამიტყდება რა. დიდი ისეთი ვიდეო არც აიპოს და გიყვება, ანუ კითხვის რამე ეჭვის ქვეშ და კითხვის ქვეშ რო არ დარჩეთ, მაგ პონჩი გეუბნებით, ხო აზიხ. ეხა შემდეგი თემა რა არის, აბა ვნახოთ. აუ ვაიმე. კაროჩე, ეხა გითხრათ. კაროჩე რა. ჩვენ აგერ, ანუ ქართველი ბიჭები რო გავიცანი, უბანი გვაქვს ესეთი ბომპასოვი, სადაც საბაცხურებს რა და დუჩითებით ხოლმე ძირითადად ხო აზიხარ და ერთი ისეთი დღე იყო, კაროჩე, ყურსასმენი მიკეთია ჩემპონში, ხო აზიხარ, მუსიკას უსმენ რაღაცა და შევედი მეტროში. ჯერ მეტროში ისეთი ხალხი დადის, ზიშვილი ვიყო, გაგიჟდებით. აი, ყველანაირი ყლე ამანდადის, კაროჩე, რა, ჩემ მომდა იქ მეცუჯიქი. ხო და რა ანჯაიდი და ხო იმოდე. კაროჩე, მე რა მოხდა? უცებ გააჩერა, მეტრომ გაჩერება და გაიღო კარი. შემოდის დედა, შვილი, გოგო და ორი ბიჭი. და უცებ რა ხდება? ჯერ ეს ბავშვი მეტროში რადო გადაწყვიტა. ესე ტელეფონი უჭირავს და აი ესე წამოწევს შუა იმაში გაიშოტა, ანუ ვერავინ ვერ გადადიოდა ვერაფერი და ვერავინ ვერ გადიდიოდა რაღაც. კაროჩე, გამოვყლედვით, ფეხი გაუწია, ბავშვი გააჯოქი. მერე უცებ რა ხდება? ეს ბიჭი არც ისე პატარა იყო, რომ ყლე ამოგდებული ერბინა მეტროში. კაროჩე, უცებ დედამისმა ფეხბურთიდან მოდიოდა ეთყობა, რავი, მეც მოსული ეგეთი მომენტი, ფეხბურთზე გამოვიცვალე, მაგრამ მეტროში არ ჩამიხდია და ყლე არავისთვის დამედია ხვირზე, ხო? მე წელს ბიჭი 8 წლის, ხო, დაახლოებით. კაროჩე, უცებ ჩაიხადა და რა ხდება? დედამისთან უცვლისო სწრაფად. ბიჭო, ტელეფონში ვარ, უყურებ, ხო აზიხარ და გამოვიხედე და ყლე ამოგდებული ბავშვი დგას, ხო აზიხარ, თან მეცინება, თან არ მინდა რომ შევიმჩნიო და მთელი მეტრო გამოყალევდა რა, ყლე ამოგდებული ბავშვი მეტროში და დედამისი მალე უცვლის. კიდევ იმ ქალმაც არ ჩაიხადა, თორე მაგაზე გამოვყალევდებო. ой, მე 4 ამბავი. თმები შევიჭერი. ნახეთ ხალხო რა თესლი თემები მაქვს. თქვენი უნდა გენახათ. ფოტოები თუ ვიყო, ეხა ვიგანახეთ. ეხა უყურეთ პირველ რიგში ის რა თესლი პარიკმახერია ნახეთ. პირველ ამას უყურეთ ხალხო. რა მხელა აცდენა მაქვს ამაზე. ჩანს? ისე. ნახეთ ხალხო რა მხელა აცდენა მაქვს აქ. შეიძლება დაჰიპნოზდე ამას რო შეიძლება დაიკარგე ბოზიშვილი ამ ხარეს. აი მის ბრალი იყო რომ თან თმებს ჭიჭრავდა, თან ესე ფეხბურთს უყურებდა, გამოყლევებული მაროკოელი, მაგრამ რა მეკრა? არჩი ანდრია იყო ჩემთან და თან ვებაზრებოდი ჯიგრულად რაღაცა ხუაზე ხარ და ბოლოს ისე გადაიჯვა თავზე რომ ყლეზე დამიკიდა კაცმა.
აი იმენა ესე ჩამომიკი. თან სიგარეტს ეწევი და ხუაზე ხარ თან ვიღაცა ებაზრება და თან ესე მჭრის თბეებს რა მალე მორჩეს განდონი ხუაზე ხარ ესე მიკეთებდა. კინაღამ ყური მომაჭრა კინაღამ ესე ამიღო ყურში და კინაღამ დამაყაროა. თან ეს ფეგურს უყურებს და თან ჩვენ გვებაზრება თან ფეგურს უყურებს თან თმებს ჭრის ხუაზე ხარ და ძალიან მეწიწკნება რა დედამოტყული ან მე შემომხედე ან ეხა კიდე გამეზარდა ცოტა მაგრამ ხო რა ჩაუჯა ცოტა ხანი რა ხო ანუ ყველაზე იქ თემი შეწერეთ მე და ყველაზე მე ვიყიდე მიიღებს ხუაზე ხარ და მეთქი ყური არ მომაჭრა შედა მაროკო მოიგებს თუ არა სენეგალთან ყლეზე მკიდია მე შიში ვიყავ უკვე მეთქი ყური არ მომაჭრა სამ დედამოტყული ვიდეო დაალაგეთ ხალხო არ გამოიწერეთ აი დედას მოუტყდა ისეთ რაღაცებს ვიზავთ ბედა ბიჭები აი მაგ თემამდეც მივალ ხუაზე ხარ ახალი ტელეფონი დაუთრია ასევე აგერ მოიცა кейსი მოხსნა შენი დედას შევი ძალიან ისან აი აურჩი 11 დავითრია iPhone-ი ხალხო დავითრე რამა და ჩემ მაჩქომა სულ არაფერს ჯობდა კაროც 3 თვე ვიყავი უტელეფონოთ და რა ვიცი ეხლა დღემდე შოქში ვარ ტელეფონი მე საიდან ამაკ და ეხლა კიდე რას ვიზახდე ყველანაირ რა დავიარი მეთქი აი ეხლა ჩადით კომენტარებში და აი ნებისმიერი აი დაგუგლეთ და ყველაზე ქვეყანა ვაფშე აი სადაც 5 კაცი ცხოვრობს. აი ეგეთი ქვეყანა გააზრეთ და ყველა მხრიდან არიან ჩამოსულები. ეგრეა რაც მომს გავცეთ. სისტი არ გიგონოთ, მაგრამ ხოლზე საქართველოში რამდენი ტურისტი იყვნენ, ალბათ, რა ვიცი, გამოვყლევდება. პაკისტანი, მადაგასკარი, ბურუნდი, ბოზიშვი, ანტარქტიდა. ქართველებიც ვართ, ეხლა ბაზ ქართველები ყველა უნდა ვიყოთ ბაზარია. ისინი ეხლა ვიღაცა ინდოელები დედას იტყნავს ესპანელები, ხალხო ძალიან ბევრს რო გონიათ, რომ აი ძალიან ესეთი ხა ევროპა შევეცი ევროპას აქედან მეგობრებო ძალიან მარტივად მე კი არა აგერ სამაკაცმა შევეცით და კიდე რამდენმა ვინ იცის ბარსელონაში ესპანელებზე მაგ იქით საფრანგეთში იტალიაში და იქ საქართველოდან კაიჩანს ხალხო მაგრამ რამდენს უთხარი აი ღმერთმა არქნას და აქ არ მოხვდეთ თორე აი მე დამოგზაურთ ერთი კვირა ბარსელონა ძალიან ასწორებს ეხა ბაზარი არა ბარსელონა ამა ის მაგრამ აი ცოტა ხანი 1 წელი და 2 წელი ობადეს უკვე ტვინის ტყნის ქვეშ ხარ ხო ხლეზე კიდია ბარსელონასაც მოუტყვა მაგისტრაკი და გუნცაც თვითონ გენაცვალ ბარსესპანეს მაგრამ ძალიან ყლეზე კიდია ლამინი ამალი დღეს კაროჩი ვიყურები და ერთი ტიპი რა მეტროში სკოლაში მივდიოდი ჩუსტებით მოვიდა სკოლაში ანუ ჯერ შეყლეო ჩუსტებით რატომ მოდიხარ სკოლაში ხო ანუ ესპანეთია ხოაზე ხარ აქ შიგა აქვს აქ ევროპა დაჟე დღეს მასწავლებელი მეუნება რომ ისაო აქ რო თუ რამეო ბიჭი მოგეწონაო შეგლია მასე დაქორწინდეო შეგლია ორი მამაც ყავდესო ორი მამის დედა შევეცი და ორი დედის დედა შევეცი დედას რო ეძახი და ორივე ქალი რომ მოდის ან მამას რო ეძახი და ორი კაცი რომ მოდის ანუ ეგეთი კვლევები მოჟნა ხალხო ვის არიცით რა და ჩუსტებით გაი ბოზიშვი რა ვიზე რა ევროპა ბოზი საქართველოს შეგრე გაიარო ბოშო კოჩს მოგტეხავე ტრაში გაიკეთე ხო და ეხლა რა მინდოდა ბოლოსთვის მეთქვა რა ბოლო არის კაროჩე ვინც იცით ნიკა ძველი იუთუბერი იყო პროსტა ეხლა დან ადრე დაანება თავი მაგრამ ეხლა ისევ ძალიან გიჟივი ხოდი ჩემომარდა გიო ისევ გიო ყოველთვის იღებდა მაგრამ ხოაზე ხარ სულ გთხოვდა რომ დაბრუნდით რაღაცა მუღამი ქონოდა რა ეხლა ერთი კაცი რო სად ერთი კაცი რო აკეთებს სად სამი კაცი რო აკეთებს კაროჩე ბიჭების არხი გიოსი და ნიკასი იქნება აღწერაში და უეჭოლი გამოიწერეთ აი ისეთი სტრიმი მოხდეს ბიჭებო ბოლოს რომ აი რო ჩავალ ისეთ მაგ რაღაცებს ვიზამთ შეიძლება აი ძალიან კაროჩი ისეთ რაღაცებს ვიზამთ რომ ჩვენი ასაკისთვისაც შეიძლება გაგიჟდეთ რომ ეს როგორ გააკეთეს ამ ჩემი სერნაო რა თან უკვე გამომწერებს გვემატება საკაიფოდ კაროჩე სხულოს არხი და კალოპას არხი გამოიწერეთ და ჩემის არხი გამოიწერეთ თუ შეგიძლიათ რა კაროჩე მეტი ისეთი სათქმელი არაფერი არა მაქვს თუ გაგისწორდებათ აუცილებლად დაალაიქთ არხი გამოიწერეთ ეს ვიდეო თუ რაღაცა 500 ნახვა მაინც აიღო მაგის ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები და უფრო პიზდეთ რაღაცებს შემოგთავაზებთ ბოზიშვილი ვიყავ. კაროჩე გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე დროებით